ინიციატივას უფრო დიდი დოზით იუჯი აიღებს ამ შეხვედრაში, რადგან ჩამორჩენა ქულათა კუთხით სწორედ იუჯის აქვს, სეუს გარკვეულ სიმშვიდეს, რა თქმა უნდა, ეს ერთგულიანი უკეუ. საინტერესოა, რა თქმა უნდა, როგორ განვითარდება მოვლენები. ბოლო ტურის შეხვედრა ორივე გუნდმა წააგო, ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ. კარგი მცდელობა იყო, დავით ჯერანოვი იყო ახლა. ზიგური ჯოლოხავას დარტყმა ვნახეთ ძალიან. დავიდა ეს გადაცემა და ბურთი ხდება ძელს. შემთხვევაში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე აქ გადის გოლი სეუს მოთამაშეს შემთხვევაში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე აქ გადის გოლი სეუს მოთამაშეს მაგიდან ჯოლოხავას აწვიდა ბურთს ეხვიაშვილი და მაგიდან ჯოლოხავას აწვიდა ბურთს ეხვიაშვილი და ჯერანოვი და გძელს ხდება ბურთი დამატებაზე თუ ითამაშებენ აქ სეუს მოთამაშეები ითამაშეს ჯერანოვი და გძელს ხდება ბურთი დამატებაზე თუ ითამაშებენ აქ სეუს მოთამაშეები ითამაშეს და აქ სეუს მოთამაშეებს გააქვთ კიდევ ერთი გოლი ჯერანოვი ტანიძე კვარაცხელია და აქ უკვე გაიტანეს. თუ არა, მაგრამ ჯარიმა არ მიუღლიათ აქ. 4 ჯარიმა აქვს იუჯის. ვაუ, პატარაია, კარგი გადაცემა დარტყმა, 4-2. ვაჟა თუ არა, მაგრამ ჯარიმა არ მიუღლიათ აქ. 4 ჯარიმა აქვს იუჯის. ვაუ, პატარაია, კარგი გადაცემა დარტყმა, 4-2. ვაჟა კარგი გადაცემა ჯერანოვის შესრულებით აბაგარი კურტანიძე და რაბურცი გერიებს ყურაშვილი კარგი გადაცემა ჯერანოვის შესრულებით აბაგარი კურტანიძე და რაბურცი გერიებს ყურაშვილი და 4-3 ხდება ანგარიშვილა და 4-3 ხდება ანგარიშვილა დაიწყება ოდნავ ეს ეპიზოდი რადგან ამ მომენტის მნიშვნელობა ძალიან დიდია კვარაცხელია გაითავისუფლა თავი და არტყა კიდევ ერთი ეპიზოდი და აქაც ლევა ყურაშვილი თამაშობს კარგად აქ უკვე გოლი გადის იუჯის დაიწყება ოდნავ ეს ეპიზოდი ამ მომენტის მნიშვნელობა ძალიან დიდია კვარაცხელია გაითავისუფლა თავი და არტყა კიდევ ერთი ეპიზოდი და აქაც ლევა ყურაშვილი თამაშობს კარგად აქ უკვე გოლი გადის იუჯის